بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعهم بإحسان إلى يوم الدين. رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي. اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله. اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر. آمين يا رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله. الله يسألوبت დღეს მინდა ერთი 10-15 წუთი დრო გამოვანაწილო, რაც თემას რომელიც ეხება შუქრს. შუქრის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ძმებო. და ხანდახან ჩვენ ყველა გვჭირდება გახსენება, შეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია. ალლაჰმა ყურანში თქვა რომ فذكر فإن ذكرى تنفع المؤمنين. გახსენე, იმიტომ რომ შეხსენება აძლევს ხეირს, სასარგებლოა მორწმუნეებისთვის. ხანდახან შეიძლება ჰადისები ვიცით, ხანდახან შეიძლება აიათები ვიცით. ხანდახან შეიძლება მოხდეს რომ დაგვავისდება. ან ხანდახან გვინდა უბრალოდ პატარა შეხსენება. მიუხედავად იმისა რომ ალიმები არიან ალიმები, ისინი თვითონ იძახიან რომ ხანდახან ჩვენს გვჭირდებაო შეხსენება. იმიტომ შეიტანი ბრძოლობს ადამიანთან, ყოველთვის ბრძოლობს, მორწმუნესთან უფრო ბრძოლობს, ვიდრე ურწმუნოსთან. როცა მორწმუნეს დგება სწორ გზაზე, მაგასთან უფრო მეტად ბრძოლობს, ვიდრე ქაფირთან. იმიტომ ქაფირთან არანაირი ბრძოლა არ უნდა, ისაც უკაფირე, რანაირი ბრძოლა უნდა მაგასთან. მით უმეტეს როცა შეიტანი ხედავს რომ მუსლიმი დადის გაკვეთილებზე, ისლამურ გაკვეთილებს დადის, ჰადისს უსმენს და ასე შემდეგ, უფრო მეტად ებრძვის ეგეთ მუსლიმებს. ალლაჰს ვთხოვ დაგვიფარო ჩვენ შეიტანისგან და ნებისმიერ შარისგან. ამინ. ამით მე დღეს პატარა თემა გვექნება შუქრზე. შუქრი ძმებო არის შეიძლება თქვა რომ შენი რიზყის მომატების ფუნდამენტი, ასე ვთქვათ. შენ თუ გინდა შენი რიზყი მოგემატოს და ის ხეირი რომელიც შენ გაქვს ცხოვრებაში დაგრჩეს, არ გაქრეს. მაშინ უნდა მივხედოთ შუქრს, უნდა ვიყოთ მადლიერნი ალლაჰის მიმართ. შუქრს ძმებო აქვს სამი საფუძველი. შუქრს აქვს სამი საფუძველი. ჩვენ როგორც ვიცით ისლამს აქვს, ხო? 5-6 საფუძველი იმანს აქვს და ასე შემდეგ, ანუ თავის საფუძველები აქვს. შუქრსაც აქვს ძმებო არის თავისი საფუძველი. პირველი საფუძველი არის როცა შენ უნდა ილაპარაკო იმ ნეიმათებზე, რომელიც ღმერთმა შენ მოგცა. ეს არის პირველი საფუძველი ძმებო. on ილაპარაკო იმ ნეიმათებზე, რომელიც შენ ღმერთმა მოგცა. ღმერთმა შენ მოგცა სახლი, კარი, ფული, ქონება, ბარაკათი, ჯანმრთელობა, პირველ რიგში ისლამი, ოჯახი მოგცა, უნდა გავკეთო შუქრი. როგორ? უნდა ილაპარაკო მაგაზე. უნდა ილაპარაკო მაგაზე. როგორც მაგალითად უზენაესმა ალლაჰმა ყურანში თქვა სურა დუჰაში, როცა თავის შუმოს უთხრა, ალამ яჯიდკა yatiman fa'awa wa amma bi ni'mati rabbika fahaddith. ბოლოს ამ სურაში თქვა, რა შეეხება ალლაჰის ნეიმათებზე, ილაპარაკე ამ ნეიმათებზეო. ეს არის შუქრის გამოხატვა ალლაჰის მიმართ. ალლაჰმა მაგალითად ძმებში ხარ. ალჰამდუ უთხარ ხანახ ძმებს, ალჰამდუ ღმერთმა მომცა ეს ყველაფერი ღმერთისგან არის, არა ჩემსგან. როცა შენ ლაპარაკობ შენ ოჯახშიც, მაგალითად შენ მეუღლეს ეუბნები, ახსენებ მაგასაც ახსნებო, მეუღლე ცოლო ნახე, ალჰამდულილlah ღმერთმა რამდენი რაღაცა მოგცა, ქება მაგას, მადლობა მაგას ყველაფერისთვის, ეგას არის შუქრის ძმებო. მერე ასევე ნიშნულოვანია როცა მაგ შუქრის ვაკეთებ ძმებო, არ უნდა ეს ყველა ნეიმათი თავის თავს არ უნდა მივაწეროთ, რომ მე ახლა მაგარი ბიჭი ვარ, მაგარი კაცი ვარ, მე ღირსი ვარ, მაგითო ალლაჰმა ეს მომს არა. ეგრე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვილაპარაკოთ. ასევე ალლაჰმა ყურანში უთხრა ბანუ ისრაილს, يا بني إسرائيل اذكروا نعمتي التي أنعمت عليكم. ey ბანუ ისრაილ, გაგახსენდეთ, ან ილაპარაკეთ ნეიმათებზე, რომელიც მე თქვენ მოგეცითო. ანუ ძმებო პირველი არის შუქრზე ლაპარაკი, ან ნეიმათებზე ლაპარაკი. მეორე შუქრის საფუძველი არის ძმებო გულით აღიარება. როცა შენ გულით აღიარებ. შენ შეიძლება არ ლაპარაკობ, მაგრამ შენ გული შენ იმას ხედავ, რასაც შენ ღმერთმა მოგცა. კომპიუტერის იყოს, ტელეფონის იყოს, მიკროფონის იყოს, ძმების საშუალება გაკვეთილის მოსვლაზე. ასევე ჩემი მხრიდან რომ შემიძლია გაკვეთილი პატარა გაკვეთილი მან ჩავატორო. ეს ძმებო ყველაფერს უნდა შევხედოთ. ეს არის ძალიან დიდი შუქრი. რო თქვენთან მაშალა მოდის შეხვე სალე მოდის, ასევე დალებულები მოდიან, სტუდენტები მოდა გაკვეთის ადლევენ აქ. ესაც ძალიან დიდი შუქრია, ძალიან დიდი მადლია. ამაზე უნდა გულით ვაღიარო ძმებო, გულით. ნახეთ. ყარუნის ისტორია არის, ყარუნის ისტორია, ყურანში არის მოსული. ყარუნი იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. ისე იმდენ მდიდარი ადამიანი იყო რომ აი განძები ან კარები რას ქონდა მისი ოქროულობის და ასე შემდეგ იყო დაბმული, აი ძალიან იმდენ ბევრი გასაღები ქონდა რომ რამოდენიმე ხალხი ათრევდა იმ გასაღებს, წარმოიდგინეთ ეს მარტო გასაღებია. მე არ ვიძახი თვითონ ოქროულობაზე ისე. და როცა ხალხმა მისი ხალხმა ნახა რომ უკვე თავში აუვარდა,
ღარუნს, ასე ვთქვათ, ანუ დაიწყო სიამაყეს გამოჩნდა, რომ თავზე ფიქრობდა ეს მე და მე, როცა იძახდა. ხალხმა მაგას უთხრა, რომ ლა თაფრაჰ, ინნალლაჰა ლა იუჰიბულ ფარიჰინ. ნუ გიხარიაო, ანუ როგორი სიხარულით, რომ თაკაბურის სიხარულით. ნუ გიხარიაო ეგეთ სიხარულით, რომ ალლას არ უყვარს ეგეთი ხალხი, ვისაც ეგრე უხარია. وابتغي فيما آتاك الله الدار الآخرة. راستا شين الله ما مكسو خلق ما قاسيونبا. شيء ماجتو آخرتي شيء زينو آخرتي ولا تنسى نصيبك من الدنيا وأحسن كما أحسن الله إليك. أسوي شيء تويسا دايويزغو شيء تويسا داخرجو شيء زيو دا قاكتي أم كوني بد إحساني أنو خلق اسمي مار شيني تاو اسمي إحساني როგორც ალლაჰმა შენ გაგიკეთა იჰსანი. ანუ ხალხი მაგას უხსნებს რასო? ეს ასე შენ გაგიკეთა ალლაჰმა მოგცა შენ. ამით იჰსანი გაგიკეთე, სიკეთე გაგიკეთი ამითო. ولا تبغي الفساد في الارض. და ნუ მოგინდება ამ ფულითო ფასადის გაფცელება, ანუ სიბოროტის გაფცელება ამ დუნიაში. სიბოროტის გაფცელება ბევრი რაღაცა შეიძლება. ბიზნესმენებს ხანდახან ფული აქვთ, ხარჯავენ ამ ფულს ალკოჰოლ რესტორნებში. ძალიან ცუდ რესტორნებში, ბარდელებში და ასე შემდეგ. ხარჯავენ მაგაში ფულს, მე ამით უფრო ზიანს უმეტებენ ასევე ხალხისთვის და ასევე თავისთვის. ინნალლაჰა ლა იუჰიბულ ალმუფსიდინ. ალლას არ უყვარს ხალხი, რომელიც აფსედებს ფასადს, ანუ სიბოროტეს. და ნახეთ მე რა თქვა ეს ადამიანი. ყალა ინნამა უთიტუ ალა ილმინ ინდი. მე ეს მომივიდა ჩემი ცოდნის გამო. قارون تقارو راخم میگه صدنی وارو گاموستیلی بیزنسمنی وارد آسایش میده آیا که دم مویده چمتانو اس قله پیریو أولم الله من نختار رصيد خس أولم يعلم أن الله قد أهلك من قبله من القرون من هو أشد منه قوة وأكثر جمعا نوتو أريسيسو رم الله ما غاند غورا خالخي رمليس أريا مغازو بلو زليربي مغازو بلو ديدربي روم سبوليت جانيت داسشيندكو ეგეთი ხალხის განადგურა. რატომ წაართვა ბოლოს ალლაჰმა მაგისგან ეს ყველაფერი? იმიტომ რომ რას ამბობდა მე და მე. არ აღიარა გულით რომ ეს ყველაფერი რას მაგას არის ღმერთისგან. ადამიანს მე აი ხანდახან შენ გაგ დიდი ქონება, ალლაჰმა მოგცა შენ დიდი ქონება. გაგასენდეს აი ეს ისტორია, ყარონის ისტორია. შეიძლება ეს ქონება იქნება შენთვის გამოცდა. ალლაჰ შენ გწდის როგორ შენ მოეპყრები ამ ქონებას, როგორ გამოიყენებ ამ ქონებას. ალლაჰმა ყურანში რა თქვა? ჩვენ გამოგცითო სიღარებითო, პოლითო, ბავშვებითო, ჯანმრთელობით. ნუ თუ მაგათ გონიათო ალლაჰ ყურანში ძახის. ნუ თუ ხალხს გონიათო რომ ისინი თქვენ ჩვენ ვირწმუნეთ და მე ჩვენ მაგათ არ გამოსთითო. არა, გამოსვის ასევე კიდევაც. ანუ მეორე ძმებო რა იყო? გულით აღიარება. პირველი ლაპარაკი ნეიმათებზე, მეორე გულით აღიარება. და მესამე ძმებო ეს რასაც ჩვენ გვაქვს, ჯანმრთელობა, ფული, ოჯახი, ყველაფერი უნდა გამოიყენოთ ალლაჰის დამორჩილებაში. فی طاعتیلا ალლაჰის დამორჩილებაში. ცოდვებში არ უნდა გავაკეთოთ, ცოდვებში არ უნდა დავხარჯოთ ჩვენი საქმეები, ჩვენი ნეიმათები და ასე შემდეგ. როგორც ალლაჰმა უთხრა ალუ დაუდის ოჯახს უთხრა اعملوا آل داود شكرا. ანუ რომ იშრომეთო დაუდის თამოვალებო იშრომეთო როგორც შუქრიო. აქედან ჩვენ ხედავთ ღმერთი გაძლევს რაღაცას. ელემენტარული იყოს ტელეფონი რომც იყოს. გამოიყენე შენი ტელეფონი ალლაჰის ხათრისთვის. ნუ უყურებ ბინძურ ლენტებში რაღაც Facebook-ში, Instagram-ში რაღაცებს, TikTok-ებში და ასე შემდეგ. მე ბევრჯერ ვუთხარ ძმებს, აი ზოგიერთი ძმა არის ერდება TikTok-ს, აი დალებულემია ვისთომ ერდება TikTok-ს, რატომ სანამ რაღაც ვიდეოს დადებ TikTok-ში რაღაც გამოხდება. ცუდი რაღაც გამოხდება, მაგიტომ არ შედის იმ რაღაცაში. რამდენი რამდენი ხალხი არის რომ ტელეფონების გამო გახდნენ უფრო ვარ, ცოტა თემინა გადავალ ბოდიში. დღეს არის ძალიან დიდი დაავადება. მე მქონდა ერთი შემთხვევა ძმებო, მივედი ეს ძმასთან. აი ძმას იცნობ თქვენ. მაგას ყავდა ერთი კლიენტი, ისაც წვერიანი ძმა არის. წვერიანი ძმა არის. ეთქობა მე არ შემამჩნია თუ რაღაცა. მივედი ახლოს და ხედავ ტელეფონში ასკროლებს, ვინზურ რაღაცებს უყურებს. დამენახა მოერიდა, დამალა. ჩვენ გავიჭდება ხანდახან გავიჭდება რომ ჩვენ გვინდა აი ხალხისგან დაუმალოთ რაღაცა. ჩვენი ცოდვები, მაგრამ ეს გვავიწყდება რომ ალლაჰ აზავაჯალ ჩვენ გვიყურებს 24 საათი ჩვენ გვიყურებს. შეიხ აბდურაზაკ ალბადას კითხვა და ასევე შეიხ იბნ სემინს კითხა ახალგაზრდა ბიჭები კითხეს რომ შეიხ მე ვლოცულობ და ასე შემდეგ ყველაფერს ვასრულებ, მაგრამ აი ამ ცოდვას ვერ ვანებებ, ანუ სულ პირველ ქალებს უყურებს და ასე შემდეგ. რა ვქნო? წარმოიდგინეთ მე ეს იყო იმ დროს, შეიხ იბნ სემინის დროს, როცა გაყრდნილობა იყო უფრო ცოტა. დღეს რა დავთქვათ, უარესია. ძმებო ადრე თუ მეფეებს ყავდათ რამოდენიმე ლამაზ მეუღლეები და ასე შემდეგ
დღეს ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება უფრო მეტი ლამაზი ხალი ნახოს ტელეფონში ვიდრე იმ დროინდელი მეფეები. რის თქმა მინდა და შეხმა რა უთხრა მაგას რომ ერთ კაი რჩევას მოგცემო. ყველაზე კაი რჩევა რა არისო? როცა შენ რაღაცა ცოდვა გაკეთება გინდა, გაიხსენე რომ ალლაჰი შენ გიყურებსო. გაიხსენე რომ ალლაჰი შენ გიყურებსო. ეს ეხმარება მაგას. ეს თემა ძმებო, შუქრის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის რატომ? ნებისმიერ ნეიმათი რომელიც ჩვენ გვაქვს გრძელდება, როცა ჩვენ შუქს ვაკეთებთ. ნებისმიერ ნეიმათი რომელიც ჩვენ გვაქვს ჩერდება, ან საერთოდ ქრება, როცა ჩვენ შუქს არ ვაკეთებთ. ჩემი თვალებით მე პირადად ვნახე აქ ზოგიერთ ჯამაათებში იყო მომენტი, როცა ტალებულები ანუ უარყეს. მაგათა მიდიოდა, ვესალეზმა მიდიოდა, სხვა სტუდენტების მიდიოდა, ბოლოს მოხდა ისე რომ ეშხუბე სტუდენტებთან წავიდა და ბარაკათი დამთავრდა. ეგეც ხდება ძალიან ბევრი ძმებო. ასევე თქვენ ცხოვრებაში შეიძლება თქვენ იგრძნობთ. ხანდახან შეიძლება აი რაღაცა შენ ღმერთმა მოგცა, შენ იყენებ მაგას ცოდვებში, ხედავ რამოდენიმე ხნის წინ, რამოდენიმე ხნის მერე ეგას გქრება. რა მოხდა? რა ხდება? ყველაფერი კარგად იყო, შეტრიალდა, აი 180 გრადუსი ყველაფერი ძალიან სწრაფად შეტრიალდა. რატომ მე გახსენე მე ის რასაც მე ღმერთმა მომცა არასწორად გამოვიყინე. ერთ-ერთი მიზანი შეიტანის, როგორც ჩვენ ვიცი ყურანში, ალლაჰმა გვახსენა მის შეიტანის სიტყვები რა არის, რომ ხალხი გახადოს უმადური ალლაჰის მიმართ. შეიტანმა რა თქვა? ვალა თაჯიდუ აქთაროჰუმ შაკირინ. ალლაჰს ეუბნება, რომ შენ მაგათ შორის, ანუ ხალხის შორის უმეტესობა ვერ ნახავ მადლიერნი შენს მიმართ. ეს არის ერთ-ერთი მიზანი, ძმებო, შეიტანის ჩვენს მიმართ. უნდათ რომ ხალხი იყოს უმადური. უმადურობის ერთ-ერთი სახელი რა არის? ალბათ ქუფრ. ქუფრ ნიშნავს ასევე ურწმუნოება, ასევე ნიშნავს უმადურობა. ალლაჰმა ყურანში თქვა იმ ხალხზე, ვინც შუქრს აკეთებს, თქვენ თუ შუქს გააკეთებთო, მე თქვენ მოგიმატებთო. თქვენ თუ შუქს გააკეთებთო, მე თქვენ მოგიმატებთო. ალლაჰმა გაგხოლოს შაქირების შორის. ამენ. ეხლა ეს გიძმებო, გავაგზავნოთ რაც შეეხება ჰადისებს.